ყველა მოვიხილეთ ხო? აგინით პროვოკაციას მიგეთ. არა, რატომ მე გეკითხებით? რემატჩი არ განიხილება. 20 კაცით მოვალოდო, ნახოთ. რა შემთხვევაში გაიმართება UFC-ს ივენთი საქართველოში? ვინ იქნება ქართველის შემდეგი მეტოქე? აპირებს თუ არა დვალიშვილი წონის შეცვლას? რა უთხრა რეალურად ამერიკის პრეზიდენტს? აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას? რატომ გაბრაზდა ჩემპიონი პრესკონფერენციის დროს? რა გეგმები აქვს საქართველოში და რას ამბობენ ნინა დრამა და ჯონ ვუდი მერაბზე და ქართველებზე? ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე. UFC-ს ქართული ჩემპიონი შონ ომალისთან გამარჯვების და სუპერ მსუბუქი წონის ტიტულის ZZ მეორედ დაცვის შემდეგ მწვრთნელ ჯონ ვუდთან და ცნობილ ჟურნალისტთან ნინა დრამასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. ჩემპიონს აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა და მათთან ერთად რიყის პარკში გადაინაცვლა და იქ შეკრებილ ფანებს შეხვდა. მალევე კი სტუმრებთან ერთად ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ყველა შენი გამარჯვების შემდეგ ხედავთ, რომ გაქვს ახალი მიზნები. ამ გამარჯვების შემდეგაც თქვი, რომ ცოტას დაისვენებ, რაც რამდენიმე კვირას გულისხმობს და გააგრძელებ შემდეგი ბრძოლისთვის ვარჯიშს. მე მაინტერესებს, რატომ არ აძლევ თავს დასვენების უფლებას, რაც შენ შეგიძლია დაისვენო და რამდენიმე თვეც კი 9 თვეში 3 ბრძოლა სრული სიგიჟია და ასევე მაინტერესებს რა არის მერაბ დვალიშვილის ზღვარი, სად გადის მის შესაძლებლობების ზღვარი და რა იქნება ის ზღვარი, როცა მერაბ დვალიშვილი იტყვის, რომ კი მე ყველაფერი შევძელი. მინდა რომ მაქსიმუმი დავიხარჯო და ვერ ხედავ როდის შეიძლება დავასრულო ჩემი კარიერა, მინდა დავასრულოთ გავაგზავნო, რადგან თითოეული ბრძოლა UFC-ში ხედავთ და ვიცით წარმატებაა. პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის სახელია და რავი, მათი წყალები კარგად გამომდის ეს და სანამ ეს შემიძლია, მინდა რომ დავასრულოთ ვიშრომო, ვიბრძოლო და გაჩერებას არ ვაპირებ რა. და ხო რა თქმა უნდა ვიზრდები, ვითარდები და ყველაფერი წინ არის კიდე რა. და შემართება და მონდომება არ მოკრია იმის გამო, რომ კიდევ ვიძახი რამხელა სახელია ჩვენი ქვეყნისთვის და რამხელა мотиваციაა თუნდაც ახალგაზრდაობისთვის, რომ იცხოვრო ჯანსაღად, აკეთო სპორტული საქმე, იცხოვრო, მოკლედ ყველანაირი მავნეჩვეების გარეშე და ხო რა გააკეთო მაქსიმუმ. ვარჯიშებზე რამდენად იყავი მიზანმიმართული, რომ კონკრეტულად აი ეს მოძრაობა გაგეკეთებინა და კიდევ ერთ კითხვას დაგისვა, გუშინ განახლდა P4P რეიტინგი, მეორე ხარ უკვე ტოპ 4-ში 2 ქართველი, ამაზე რა სიტყვები, რამდენად დიდი მოვლენა ეს? მიწაზე დარტყმებით მეგონა რომ გავტეხდი და TKO იქნებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა ამ სიმიშენს მუშაობდი და ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ წინაზე ხელთან ერთად მარხჩობა ვცადე, მაგრამ გამექცა იქედან რა, გამომივიდა და მეორეჯერ ვცადე კიდე და მაშინ დრო არ მეყო და მაგიტო ვაკოცე რა. 10 წამი იყო დარჩენილი და აზრი არ ქონდა რა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მათ წამში ხელს არ დაარტყავდა. და მოკლედ ესეთი მარხჩობელა გავუკეთე, აქედან ძაძნელი თითქმის არ ქონდა რა საშუალება რა, ჩემი ხელები ებრძოლა რა, ისეთი მარხჩობელა რომ ვერ გაიქცეოდა მაქედან რა. და მაგიტო ცადე ეს და გაამართლა რა. ხო, ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა, რომ ხო pound to pound მეორე ვარ და мотиваცია კიდე დამატებით რა. მაგრამ ხო ეს ჩემში არაფერს არ ცვლის. მე ისევ შემდეგ ბრძოლაზე ვარ უკვე მოტივირებული, ეს რაც იყო ჩემთვის უკვე წარსულია და ეხლა უკვე შემდეგ ბრძოლაზე ვფიქრობ და შემდეგ გამარჯვებაზე და რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ ვიძახი ეგ ჩემთვის ჩაოლებრივი ესეთი არაფერია. იყო თუ არა რაიმე განსაკუთრებული სამზადისი ამ ბრძოლისთვის, ასევე ტრავმის ხო როგორ ჩაიარა ამ ყველაფერმა? პირდაპირ ვარჯიშზე მივდივარ, მე აი მაგრად ვიღლები, მე მოვდივარ ფერზე და ისე ვარჯიშზე მივდივარ რა. აი ესე რა მთელი 3 თვე ესეთი მომდევნო დიეტაზე და ხო ვარჯიში და შრომა და დანარჩენი არაფერი განსაკუთრებული არაფერი შეგვიძლია, რა თქმა უნდა ჯონ ვუდი ჩემი კარგი მწვრთნელი არის და რაღაცა ყოველთვის კარგ მითითებას მაძლევს ხოლმე რა, რაც აქამდე მაკდა კი, აქამდე ესე მწვრთნელები
მყავდა, მაგრამ ესე რომ იმეს მითითება მოეცა შეფის არა, მე უფრო მანამდე ინდივიდუალურად განავითარე ჩემი თავი და რა თქმა უნდა ალჯოსთან სპარინგი ძალიან ეხმარებოდა რა, იმიტომ რომ ის უკვე მაღალი კლასის მებრძოლი იყო, მე მასთან ერთად დავიწყე ვარჯიში რა და ნუ მასთან ვარჯიშებში ძალიან გამვითარდი და ეხა უკვე გვერდიდან ჯონ უდი მისწორებს რა და რა თქმა უნდა ეხა უკვე ისე ვარ რომ აი ჯოისტიკივით არის რა, ნუ რაღაცას მეუბნება იმას ვაკეთებ რა და ძალიან მაგარია რა თქმა უნდა რა, ნუ ძალიან MMA-ში კარგი მცდელი ძალიან ძნელია რა და გამიმართლა რომ ყავს. რაც ისაა შენთვის როდესაც ცნობადი სახეები ჩამოყავს შენ სამშობლოში. ნუ რა თქმა უნდა ვაჩვენო ჩვენი ქვეყანა და მთავარი რაც არის რომ ნუ ეხლა თუნდაც UFC-დან წერენ რომ აი ვაუ ნახეთ კადრები და ნუ თელი სოფლიო გვიყურებს ეხლა თუნდაც აი რომ ვიყაზე ვიყავით და აეროპორტში დავხვდნენ და რაღაცა და ანუ კიდევ ვიძახი რა მე მინდა რომ მინასთან ჯონთან ერთად წავიდეთ კახეთში, გურიაში, სამეგრელოში და რაც შეიძლება მეტი ისეთი რამე გავაკეთოთ რომ ანუ ქართული და დავანახოთ ჩვენი კულტურა, ტრადიცია ისე და ანუ და ნუ ავდეთოთ სოციალურ მედიაში და ანუ კიდევ ვიძახი მარტო დავანახოთ რა მეტ ადამიანს გავაცნოთ ნუ ქართული კულტურა და ნუ კერძები და სტუმართ მოყარება. Merab told me there's going to be a lot of people. მერაბმა მითხრა რომ ბევრი ხალხი დაგხვდებოდა, მაგრამ ამდენს არ ველოდი. სიგიჟეა, თავს იღბლიანად გრძნობ რომ აქ ვარ. პირველად მერაბ 3 წლის წინ შევხვდი. ის ერთ-ერთი პირველი ჩემი რესპონდენტი იყო და მან პირველივე მომენტში გამაცინა. ვიცოდი რომ ზუსტად ისეთი იქნებოდა როგორიც ახლა. პირველად რომ ველაპარაკე მერაბს მითხრა რომ ტიტანიკი იყო მისი საყვარელი ფილმი და 50 ცენტი უყვარდა. ამის საპასუხოდ ბევრი მაისური ვუყიდე ტიტანიკის და 50 ცენტის და ვაჩუქე. ეს რომ გავაკეთე მთხოვა დავლოდებოდი სახლში შევიდა, საკუთარი ფორმა გამოიტანა და მაჩუქა. აი ასეთი ადამიანია მერაბი. სხვა მოგონებებს რაც შეეხება, წინა კვირას ლამის კისერი მომტეხა. მერაბზე ბევრ ამბავს ვერ მოვყვები. არაა საჯაროდ მოსაყოლი, მაგრამ როგორც კი გავდივარ ქალაქიდან, რატომღაც ეგრევე პოსტვას იწყებს, რომ რაღაც იტკინა, მოიტეხა და მერე ტელეფონი მიფეთქდება. ყველა მირეკავს და მეკითხება, ამჯერად რა მოხდა და როგორ აისახება ეს ბრძოლაზე. ახლა ისე ამ მიმართულებით გარვინთარებას გავაგრძელებთ. ველოდები მეტ საბმიშენს. მიწაზე დარტყმებით ფინიშს. შემდეგ წელს გეუბნებით ნოკაუტიც იქნება, მაგრამ ჩემი მიზანი არის ის, რომ გავხადო მერაბი უფრო სახიფათო, უფრო საშიში და უფრო აგრესიული. მის გადაკეთებას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა რომ, როდესაც ფინიშის შესაძლებლობა მოდის, ბრძოლაში ამის დანახვა შეძლოს. რაც შეეხება ქართველებს. ისინი ძალიან შრომის მოყვარენი და ერთგულები არიან. ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერები. კარგად ერგებიან ჩვენს სპორტულ კულტურას. არ აგვიანებენ. კარგი სპარინგ პარტნიორები არიან. მომავალშიც ბევრი შემოგვიერთდება. დარწმუნებული ვარ. რევანშების სტრესს დაიწყე, მგონი პირველი იყო შენს კარიერაში ეგრე ვთქვათ და აი რა მიდგომით იყავი ამ ბრძოლაში? განიხილავდი ამას როგორც სულ სხვა ახალი ბრძოლა ნულიდან იწყებდი თუ ფიქრობდი რომ უფრო აი წინა ბრძოლის მე-6 რაუნდი იყო? ოფიციალურად რაც რეკორდი მიფიქსირდება, ხო პირველი რამაჩი იყო, მაგრამ მე საქართველოში არ ვიცი თუ არა 9 ბრძოლა მოშატარებული მანამდე სანამ ამერიკაში წავიდოდი, პროფესიონალური ბრძოლები, მაგრამ არ მიფიქსირდება სამწუხაროდ მე არც ვიცოდი როგორ შემეყვანა და არც ახლა ვიცი როგორ შევიყვანო, მაგრამ იგივე ბრძოლები აქვთ ბიჭებს რა შეყვანილი როგორც არის მაგალითად მაყაშვილი, კუდუხაშვილი რაღაცა ერთ დღეს ვბრძოლობდით, მაგრამ მათ აქვთ. და მოკლედ ერთ სიტყვით ხო რეალურად მეორე რემატჩი იყო ეს ჩემთვის, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ბრძოლისთვის მაქსიმალურად მომზადე და ნუ როგორც შონომალი ამბობდა რომ 70% უკეთესი იქნებოდა, დავიჯერე ეს ყველაფერი და შესაბამისად მიუხედავად იმისა რთული იყო განწყობა ამ ბრძოლისთვის, იმიტომ რომ პირველად ძალიან ადვილად მოვიგე და ძალიან სიფრთხილით მოვიგე. ანუ რაღაც мотивация იგივე მებრძოლთან ცოტა რთული საფრთხელი იყო რა, იმიტომ რომ ახალი მოწინააღმდეგე როცა ყავს, ყოველთვის უფრო ძლიერად აფასებ და შენს ემზადების შესაბამისად და როცა უკვე დამარცხებული ყავს, იცი რომ უკვე მას მოვიგე და ხანდახან ის мотивация არ გაქვს, რომ ბოლომდე ივარჯიშო რაღაცა, მაგრამ მაინც მაქსიმალურად გავაკეთე ყველაფერი და ნაუ როგორც შევხედოთ, ძალიან რად ვიყავი რა ნებისმიერი ბრძოლა და უფრო თავისუფალი ვიყავი რა პირველ ბრძოლასთან განსხვავებით, იმიტომ რომ პირველ ბრძოლაში პირველ ბრძოლოდი კამერაზე და თავარი იყო კამერის მოგება რა და
ძალიან ვიფრთხილე და რაღაც მომენტებში ზოგავდი და რაღაც მომენტებში უშვებდი. და ეხლა ყველა მომენტის გამოყენება ვცადე და ბრძოლაზეც აისახა რა. 7 წლის შემდეგ იგივე ადგილას, იგივე შტატში ხო, არენა სხვა არის, მაგრამ იგივე შტატში დაბრუნდი უკვე UFC სუპერმსუბუქი ჩემპიონის სტატუსში. შენ იქამ არის მეორედ დაიცავი, რეკორდიც დაამყარე, ეგრე ვთქვათ, ხო, ანუ რეკორდსმენებს შეუერთდი ზედიზედ-13 გამარჯვებით. და აი დღევანდელმა ამ მერაბმა, ხო, აი ამ მერაბს რო ჰქონდა შანსი იმერაბისთვის რამე რო ეთქვა, რას ეთქოდი? ესე ვერაფერს ვერ ვეტყოდი, ალბათ ისე იგივე შეცდომას დაუშვებდი რა, რას მაშინ დაუშვი, რომ ვიგებდი ბრძოლას და კიდე მეტი მოვიდომე რა. და მე რაც მოხდა ყველა ნახეთ, მაგრამ მოკლედ იმის თქმა უნდა არაფერს არ ვნანობ, რაც მიცხოვრე ყოველთვის, რავი, ალბათ არაფერს არ შეცვლიდი ჩემ ცხოვრებაში, თუნდაც იმ წაგებას რა. დამარცხება მომიწია და მაგის შემდეგ შეიძლება მოსაწყენი ბრძოლები ჩავატარე, მაგრამ ვიცოდი რომ თავარი იყო გამარჯვება, თავარი იყო რომ UFC-ს კონტრაქტი შემენარჩუნებინა და თავარი იყო კამერამდე მისულიყავი რა. და მოახერხე გავხდი ჩემპიონი და ეხლა უკვე შემიძლია უფრო თავისუფლად ვიჩხუბო, თავად ვაჩვენო ჩემი შეძლებებები და ყველა ბრძოლას კიდე ინდივიდუალურად მივუდგე და ანუ ზოგი ამბობს მაგალითად რომ დგომიაში არ იცის ბრძოლა და რაღაცა ძალიან ბევრი იქნება გაკვირვებული რა. ანუ შემიძლია თუ დამჭირდება, თუნდაც ეხლა უმას პირველი რამოდენიმე რაუნდი არც ვცდილობდი წაქცევას რა. გამარჯვებას მოგილოცავთ. მე აქედან მარიამ მივარტავა პირველიდან და თქვენ გამარჯვება მოგილოცავთ სხდომათა დარბაზიდან სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძემ. მე არ ვიცი თქვენ ეს ნახეთ თუ არა, მე შემიძლია მხოლოდ ფოტო გაჩვენოთ. მას დარბაზში აცვია თქვენი მაისური, თქვენი ფოტოთი. საკანში აქვს ყველაზე მეტი მაისური, სადაც თქვენი ფოტოა დატანილი. მისი პროცესი არის 13 ივნისს. თქვენ ამ დროს იქნებით საქართველოში. მე მაინტერესებს, თქვენ ხომ არ აპირებთ, რომ მის სასამართლო პროცესზე მიხვიდეთ და მხარდაჭერა გამოუცხადოთ, ის თქვენი დიდი გულშემატკივარია და სავარაუდოდ დიდი мотиваცია იქნება თუ ის დაგინახავთ სხდომათა დარბაზში. გამარჯობა, აი რაღაც მაქვს ნანახი რა თქმა უნდა და წარმატებებს უსურვებ მაგ ახალგაზრდას და ყველას უსურვებ თავისუფლებას. ხო, რაც შეეხება იცით რომ როგორი დაკავებული ვარ და აი რომ მე სპორტსმენი ვარ პირველ რიგში და ჩემს საქმეს ვაკეთებ და ანუ არიან დარწმუნებული ვარ უამრავი კარგი ადვოკატია აგერ თქვენს ახალგაზრდები რა ყველა რა ვიცი რაც გასაკეთებელია გაუკეთებთ მაგ ახალგაზრდას რავი და მე ანუ კიდევ ვიძახი აი ეს ორი ადამიანი იყოს ჩამოყვანა ამ ხელა მისია მაქვს აღებული რომ ვაჩვენო ჩემი საქართველო და მე ჩემი საქმე გავაკეთო რაც ვიცი რა და რა ყველას წარმატებებს უსურვებ და მე იმას გავაკეთებ რაც ვიცი რა და ამ დამარჩენი აი მე ყველამ თავის ხო მე პრემპური უნდა გამოვაცხოსო და მე ხედავთ ერთი ჩაოლებრივი სპორტსმენი ვარ რა და სხვას ვერაფერს ვერ ვიქნებ. აი თქვენ ახლა გექნება ჩანსი რომ რეზო კიკნაძეს უთხრათ აი ჩვენი კამერის მეშვეობით შეგიძლიათ მასთან თუ მისთვის თუ რამე გაქვთ სათქმელი უთხრათ ასევე სხვა სინდისის პატიმრებისთვისაც შეგიძლიათ თუ პროცესზე ვერ გიხვალთ ეს პლატფორმა გამოიყენოთ. გაქვთ რამე მათთან ყველა პატიმარს უსურვებ თავისუფლებას და წარმატებებს და რა ვიცი მოკლედ ჯანმრთელობას და მხნეობას ეს შემიძლია გითხრათ. მხოლოდ ეს არის თქვენი სათქმელი. აგინეთ პროვოკაციას არა, რატომ მე გეკითხებით და თქვენ უნდა მიპასუხოთ. გამოიყენეთ ჩვენი პლატფორმა და მიმართეთ ამ ადამიანებს. მხოლოდ წარმატებას უსურვებ. აი რა გინდა, აი შენ რას ეტყოდი, აი შენ როგორ ეტყოდი. ხო, აი მაქვს შესაძლებლობა მაგრამ და ჩემს ვერ ნახულობ ეხლა რომ ჩამოვედი რა წარმოგიდგენია? ხო და ეხლა აი ხო საქმეზე ვარ ჩამოსული და ხო ხდებით რა. გასაგებია. კარიერის დასრულების შემდეგ დარჩებით სპორტში, წახვალთ ბიზნესში, პოლიტიკაში, ან კინოში. კინოში შემთხვევით არ ვახსენეთ ცნობილმა კინორეჟისორმა გოგი თორაძემ, რომელიც არის 50 დოკუმენტური ფილმის ავტორი, მითხრა გუშინ, რომ ფანტასტიკური მსახიობი გამოვაო მერავისგან. მსახიობი ნამდვილად ვერ გამოვა, მე უბრალოდ ეხლა ჩემს მოწინააღმდეგეს შონომალის თუ ვაშაკირებ არ ნიშნავს ან ჩემ თავს თუ დავცინი და რაღაცნაირად ერთად ვიღადავ რაღაცას მე და ალგო რომ გავაკეთეთ რამოდენიმე წინ რაღაც პატარა საოცილო ვიდეო უნდა დამემთქნარებინა ვიდეოში და 10 ჯერ გავაკეთე ვერ დამემთქნარე რა ხო რაც შეეხება სპორტის შემდეგ ისა
ისე სპორტში ვაპირებ დარჩენას, რაც ვიცი, არც არ არსებობს რომ პოლიტიკას შევეხო, იმიტომ მე ნახდათ არ ვიცი და არ არის ჩემი საქმე. აკეთო პოლიტიკოსება, არც მსახიობი გამოვა ჩემგან და არც ბიზნესმენი გამოვა, იმიტომ რომ გავკოდები. როგორც ვიცით, ჩვენ სპორტის მინისტრმა და დანა უაიტმა ისაუბრეს საქართველოში UFC-ს ერთ-ერთი ივენთის ჩატარების შესაძლებლობაზე. მაინტერესებს შენ რა ინფორმაციას ფლობ ამასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია და რას ფიქრობ ზოგადად ამ იდეაზე? რა თქმა უნდა, ეს ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოს ჩატარდეს UFC, აქ სხვაშორის ჩემი მენეჯერი დენი რუბი არის და დენი რუბი მოაწყო ეგ შეხვედრა და მიიღო მაგაში მონაწილეობა, რომ შეხვედრა და ანუ რეალურად დაიძრა საქმე, ნახოთ რამდენად გამოგვივა, იმიტომ რომ პირველ რიგში 16,000 ადამიანზე გათვლილი არენა უნდა ქონდეს და ეგ არ გვაქვს რა. და ნუ კიდე რაღაც ნიუანსები არის რა, რომელიც თორე ისე რა თქმა უნდა მებრძოლები მაგრები ვართ რა, მაგრამ ნუ რაღაც პირობებს უნდა დავამოფილოთ რა და მოკლედ რაც შეგვეძლება, რაც შემეძლება, მე აქ ვარ და ხო რა. თითქოს შენი წონა უკვე გახდა შენთვის მარტივი და ყველა მებრძოლი მარტივი. ხომ არ არის ფიქრი იმაზე, რომ ახვიდე ზემოთ წონაში, featherweight-ში და ორი წონის ჩემპიონი გახდე? არა, არ ვაპირებ მაღალ წონაში ასვლას, იმიტომ რომ მინდა რომ ამ წონაში ყველა კენდერი ვინც არის რა, ყველა ანუ გავასრულთავო დივიზიონი და მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, წონის კლება ძნელია, 10 კილოს დაკლება ყოველ ჯერზე, მაგრამ მიჩვენია ესე გავაკეთო და თუ იქნება რამე შემოთავაზო UFC სუპერ ბრძოლა, მივიღებ და მეორე ფაქტი ის არის, რომ ეხლა ალექს ოკანოვსკი არის ჩემპიონი და რომელიც ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანია და უბრალოდ არ მსურს არანაირად, მყავს საკმარისი ხალხი დასამარცხებელი ჩემ წონაში და ჩემ წონას მიხედავ მიჩვენია და თუმცა შენ წონაში ასევე დასამარცხებელია ალექსანდრე თოფურიაც. აი რას ფიქრობ, როგორ იქნება მან საქმე? ამაზე ადრე ვისაუბრე, კარგი პრობლემა იქნება, რომ თუ ალექსანდრე თოფურია როცა ტოპ 5-ში შევა, მე მაშინ ჩემპიონი ვიყო. და ეგეც და ორივე თუ მაგდონეზე მივართ, ერთმანეთში მოგვიწიოს ბრძოლა, კიდევ ვიძახი მე სიამოვნებით დავთმობ ჩემს კამარს და სხვა შეხვდება ალექსანდრე თოფურია და საქართველოს დარწმუნებული ვარ, რომ მაგ წონაში კიდე ეყოლება ჩემპიონი, მაგრამ ალექსანდრე თოფურიას კიდევ აქვს ბრძოლები ჩასატარებელი და ჩვენ ისე არ შეხვდებით ერთმანეთს, მხოლოდ თუ კამარზე ბრძოლაზე არ გადაიკვეთა ჩვენი გზები და ხო რავი, მოკლედ ნეტა 100 სპორტსმენი ყავდეს ჩემს წონაში UFC-ში, ეგ არ არის პრობლემა მეგობრებო, ანუ ეგ კარგი პრობლემა იქნება და ანუ კიდე გეუბნებით, ეს არ არის სამოყვარულო სპორტი, როგორიცაა ჭიდაობა, ძიუდო, ბოქსი ან ამ შემდეგ, ბოქსი ნუ არის პროფესიონალი და სამოყვარულო რა, საქართველოს ნაკრები რაც არის სამოყვარულო და არის ვინც ინდივიდუალური სპორტსმენია, როგორც მე, პროფესიონალები, ეგენ კიდე ცალკეა და ჩვენი გზები არ იკვეთება რა. სხვა ინფორმაცია გავრცელდა ტრამპს რაზე საუბრობოდით და საინტერესოა თუ გაგვიმხელთ, ანუ რეალურად რა საუბარი შედგა თქვენ შორის, იმიტომ რომ სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა და ვიცოდეთ რა სინამდვილე. ის რაც ინტერნეტში დაიდო, რა თქმა უნდა ის არ ვიცი, არის საიდან მოიტანეს, მაგრამ ხო მე დავდასწრეთ ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა მას და მანაც მომილოცა გამარჯვება და ეს იყო რა, ანუ აი მოკლედ რო გითხრათ ესე იყო რა, ანუ რო გითხრან თითი და ადე ვისთან გინდა ბრძოლა, ვისთან გაგიხარდება და ვისთან იქნება საინტერესო, ვის აირჩევ და ვისთან გინდა რომ შენი შემდეგი ბრძოლები ჩაატარო. რავი, როგორც დღეს ანუ ყველაზე დამსახურებული კოდი ორი საჰეგანი არის რა, ყველაზე დამსახურებული, იმიტომ რომ მართლა ყველასთან იბრძოლა და ძალიან კარგი მებრძოლები ყავს დამარცხებული, როგორც ფიგურედო, რაფრანტი, სონგი დონგი და ბევრი ყავს, ძალიან ბევრი ყავს დამარცხებული რა ბოლოს. მოკლედ და ჩემს ყველაზე მეტად ეგ იმსახურებს. ეხლა ნახოთ კიდე პიტერ იანს დაენიშნა ახალი ბრძოლა, თუ გაიმარჯვა შეიძლება ეგ შემომთავაზონ.
და როგორც მე ვერასდროს UFC-ს ვინც აწყობს ეგ იქნება რა ესე ну ეხა შეიძლება ამარ ჩემიდან რა ისე ეხა უკვე მოიპოვე მათ სიმპათია და მაგრამ ხო მე მათ მივენდობი რომ ვისაც თვლიან რომ უფრო მეტად იმსახურებს და ჩემი აზრით კორი საჰეგანი იმსახურებს ის იყოს ან ვინც მზად იქნება თუ კორი საჰეგანი არ იქნება მზად მე მალე მინდა ბრძოლა რა და თუ კორი საჰეგანი არ იქნება მზად ნებისმიერ ბრძოლები ვინც უფრო იმსახურებს რა მეც პირადად ასე შემიძლია დავყო შენი ბოლო 3 ვიზიტი საქართველოში და გულშემატკივრის ესე ვთქვათ დიდი ნაწილიც ასე ყოფს პირველი ვიზიტი იყო UFC-ს მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შემდეგი ვიზიტი იყო UFC-ს ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი და მესამე UFC-ს ლეგენდა მერაბ დვალიშვილი ეთანხმები თუ არა ჩემი და გულშემატკივრების ასე ვთქვათ ამ შეფასებას თვლით თუ არა თავს ლეგენდად და თუ არა როგორც UFC-ს მებრძოლი როგორ რას ფიქრობ ანუ რა შემთხვევაში ითვლება მებრძოლი ლეგენდად UFC-ს მე ესე ვთვლი რომ როცა აქტიური სპორტსმენი ხარ მოჩენთაზე ვლაპარაკობ მე როცა აქტიური სპორტსმენი ვარ არანაირად არც ლეგენდას დაუძახებ ჩემ თავს და არც რომ მეკითხებიან ახლა ვარ თუ არა ჩემი წონის GOAT ეგ თქვენ გადაწყვეტეთ მედიამ და ჟურნალისტებმა რა იმიტომ რომ მე არ ვთვლი მაგას მე ვარ მებრძოლი და მე რო დავანებებ თავს აი მე შეიძლება გავაკეთო მაგაზე კომენტარიდან მე შეიძლება ვიფიქრო მაგაზე მაგრამ მე ვარ ჯერ სანამ სპორტში ვარ ვითარდები ვიზდები და როგორ გითხრათ რა ანუ მიღწეული არ გვაყოფილდები რა მე მინდა მაქსიმუმი და აი მე როცა ოდესღაც დამთავრდება ჩემი კარიერა რა აი მე შევაფასოთ მაგრამ მანამდე ჩემ კარიერას არ შევაფასებ რა მე მინდა რომ ჩემი მაქსიმუმი გავცე რა და ჩემი მაქსიმუმი ჯერჯერობით ნამდვილად არ გამიცია არაერთხელ გითქვამს რომ ჩვენ ქართველებს გენეტიკურ დონეზე გვაქვს ეს მებრძოლი ზოგადად რაღაც სული გენეტიკის დონეზე გვაქვს ასევე ფიზიკური მონაცემები რომ ამ სპორტში ვიყოთ მე და წარმატებული და გამოთქვი ინიციატივა რომ თავადაც საკუთარ თავზე აიღებდი ამ საქმეს და მომავალში განავითარებდი ამ სპორტს საქართველოში არის თუ არა რაიმე კონკრეტული ნაბიჯები ან დაგეგმილი ან გადადგმული და რა ეტაპზეა საერთოდ ეს პროცესი ჩართული ვარ და ვწდები ფაქტობრივად ჩემს ოქროს წუთებს ვაკლებ მაგას და ძალიან მინდა და დაწყებული მაქვს მაგაზე მუშაობა. რამოდენიმე კარგი დარბაზი მინდა ავაშენო საქართველოში, სხვადასხვა ქალაქში, არ ვიტყვი ქალაქებს. და სისტემა რაც ჩვენ დარბაზში გვაქვს ჯანუცა აქვს რა, დაუშვათ რომელიც საათზეა ვარჯიშები, ბავშვები რა სისტემით ვარჯიშობენ, ჩვენ პროფესიონალები რა სისტემით ვარჯიშობთ, მოყვარულები რა სისტემით ვარჯიშობს, იქ ჯიუ-ჯიტსუ ცალკე ნუიტაი ცალკე კინბოქსი ცალკე ეს სისტემა მინდა გამოვიტანო და რა თქმა უნდა სისტემა შევიმუშაოთ და არ არის საჭირო რომ ჩამოვიყვანოთ დაუშვათ გადავამზადოთ ქართველებს და ეგ იქნება რა უბრალოდ MMA არის ახალი სპორტი და როგორც ძიუდოს არის მაგალითად ძიუდოისტი ვარ ძიუდოზე ვიტყვი რომ ძიუდოს მაგალითად ორშაბათს არის დამუშავების დღე სამშაბათს არის სხვა ტკებს ეძახიან ანუ ლაივში სპარინგის ჭიდაობის დღე არის ოთხშაბათს ფიზიკურია ან ფეხბურთს თამაშობენ ან ფიზიკურად ემზადებიან ხუთშაბათს დამუშავება პარასკევს ის ჭიდაობებია რა და შაბათს ფიზიკური და კვირას ასვენება აი მარტივია რა მაგრამ MMA მოიცავს ჭიდაობას კინბოქსინგს ჯიუ-ჯიტსუს ფიზმოზადებას და უამრავი რა ის უნდა იყოს შერწყმული რა და ანუ ეგ მაგრა ჭირს და даже მე სადაც ვარიშობდი ნიუ-იორკში იქ ეხაც არ არის განვითარებული, მე უბრალოდ კიდევ გამართლა სპარი პარტნიორში არჯამაისტერთან და ინდივიდუალურად მოვინდომე და მოგეთ გამოვიყვანე ჩემი თამა, მაგრამ მოგეთ MMA ახალი სპორტია და ხო, მინდა რომ ეს თუნდაც ეს გამოცდილება, ეს ჩემი შესაძლებლობები და მოკლედ კი მაგაზე დაწყებული მაქვს მუშაობა და მოკლედ როცა უკვე ყველა დაინახოთ რა, მაგას რა, რომ შედეგით ვიტყვი ლაპარაკით არ ვიტყვეს. მომავალი თაობის ახალი მებრძოლები ვინც მოდიან საქართველოში და ბევრი ნიჭიერი ბიჭია. შეიძლება ზოგი საერთოდ ბავშვია და ფიქრობს უბრალოდ ამ სპორტში პირველ ნაბიჯები რომ გადადგას. რას ურჩევდი მათ? მარცხი სპორტის ნაწილია. MMA-ში მარცხი განსაკუთრებით ტკინეულია, იმიტომ რომ შეიძლება ფეხბურთში წააგო მარცხი და ისა თამაში და დააბრალო
მეკარეს, ან ვიღაცა მცველს, ან გუნდს და ესე შემდეგ. ან შეიძლება ინდივიდუალურ სპორტშიც წააგო რა, რავი რა ქვია. მაგრამ ანუ ისეთ კინოვლი არა, MMA-ში მაინც გინარგინა გალახული ხარ რა და ანუ შეიძლება დამცირებული ხარ რაღაცა რთულია, მაგრამ ისევ შენ თავს უნდა დააბრალო, უნდა ისწავლო მაქედან და არ უნდა შენი მაქსიმუმი გააკეთო, არ უნდა დანებდე რა, თუ მართლა გინდა და თუ მართლა წყურია და ქსიამოვნებს რა. და არ უნდა წაგებისგან უნდა ისწავლო და მით უმეტეს კიდე დამწყებები ალბათ მოყვარულებში დააგროვებენ გამოცდილებას და მოყვარულებში წაგება მოგება არ აისახება პროფესიონალურ რეკორდზე რა და უკვე პროფესიონალში როცა გადავლენ, აი უკვე პროფესიონალურ რეკორდს უნდა ყურადღება და იქ არ შეიძლება რისკი ბრძოლების აღება დაუშვათ რაღაც შეიძლება სადაც $500 შემოგთავაზონ რუსეთში ან ჩინეთში და მაგის გამო შეიძლება პროფესიონალური კარიერა გაიფუჭო რა. უნდა ეცადო რომ დაუშვათ ვიღაცას ვისაც დებიუტი აქვს MMA-ში პროფესიონალურში იმას ებრძოლო, ვისაც შენთვის არ მოგება აქვს ისე ეგეთ რეკორდიანს ეჩხუბოს და არა ვიღაცა 15-0 აქვს რა მოგება ესეთი. ნუ ეს ჭკვიანური ნაბიჯებია და არ არის საჩქარო, არ უნდა იჩქარო რა დრო უნდა და კიდე აი არჩევებს მივცემდი ახალგაზრდებს ის რომ აი რავი ჩემი აზრით ხო რა მაგნეშოს მოკლედ ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი კვება, არა კომპიუტერული თამაშები, არა რა თქმა უნდა ალკოჰოლი, არა თამბაქო ან მარიხუანა და რავი, ანუ რაც ზედმეტია რა ჩვენ ცხოვრებაში, რაც თუნდაც ჩვენ დიხანიას ჩვენს გამძლეობას, ჩვენს კარდიოს შეარყევს ან ეს შემდეგ რა. და რასაც გააკეთებ ბოლომდე შენი მაქსიმუმი რა და სიტყვაზე რა შედეგს დადებ წააგებ თუ მოიგებ იტყვი რომ მე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე და გული არ უნდა დაწყდეს რა და ეხლა თუ ზარმაცობდი უკვე უნდა დააბრალო შენ თავს. I mean, he's very talented, very talented guy. So very nice. He's a very talented guy, and I think he's got a very bright future. ზოგადად შენი განვლილი გზა რამდენჯერ იყო მომენტი, როცა ძალიან ახლოს იყავი წაგებასთან, დამარცხებასთან, ამ ყველა თავის დანებებაზეც კი იგი ფიქრია და გვისაუბრია ჩვენ ამაზე. მე მაინტერესებს რა არის ის, რაც არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი დაუშვა. მარცხი MMA-ში ძალიან მწარია და ძალიან მტკინეულია, მაგრამ მარცხისგან უნდა ისწავლო რა. დანებები ყოველთვის შეგიძლია რა, დანებები ყოველთვის დანებდები, მაგრამ აი ზუსტად თუ კი ისწავლე შენ მარცხისგან და თუ კი გამოცდილებას მიიღებ და თუ სხვა არაფერს არ დააბრალებ და თუ აი ხო აი თუ რაღაც მიზეზებს არ დაიწყები, აი მის გამო წავაგე, მსაჯის გამო წავაგე, ამინდის გამო წავაგე ან განათების გამო წავაგე ან რაღაცა მიზეზის გამო წავაგე და შენ თავს დააბრალებ და შემოდი შენ თავს შენ გამოასწორებ რა. აუცილებლად უკეთეს შედეგს დადებ მომავალში. მაგრამ უნდა დანებდე რა, კიდევ ვიძახი შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო და მეც ეგრე გავაკეთე რა, ჩემი მაქსიმუმი მინდოდა რომ დავანებე კიდევაც თავი რა, ან UFC მდე და UFC-ში ხარ რა თქმა უნდა, როცა UFC-ში ხარ UFC-ში უკვე კარიერა ფაქტობრივად გააქვს რა, UFC-ში ხარ, დანებება უფრო ძნელია ვიდრე რა. მანამდე UFC-მდე დავანებე თავი, მაგრამ უბრალოდ მაშინ მივხვდი რომ უკეთეს ვერაფერს ვერ გავაკეთებდი და ან თუნდაც წამეგო ჩემი ბრძოლით რაღაც ერთ აგურს მაინც დავდებდი, თუნდაც იმ წაგებით ჩემი ქვეყნის პოპულარიზაციასში ამერიკაში რა, თუნდაც ნიუ-ჯერსში ბრძოლობდი მაშინ და თუნდაც ნიუ-ჯერსში უფრო მეტ ადამიანს გავასწრებდი ჩვენ ქვეყანას რა. და ეგ იყო რა, ყოველთვის მაქსიმუმი ეცადო რა, თუ და ეგ იყო მაქსიმუმი გავაკეთე და ჩემო მაქსიმუმმა მომიყვანა აქამდე რა. საუბარი რომ შეიძლება უმარ ნურმაგომედოვთან რემატჩი შემოგთავაზონ და ხომ არ ფიქრობ რომ ეს უსამართლო იქნება ორგანიზაციის მხრიდან? უმარ ნურმაგომედოვთან რემატჩი არ განიხილება, იმიტომ რომ ხო ჯერ უნდა მოიგოს მან ბრძოლა, ჯერ ისედაც მოკლედ ხაბიბის გავლენის გამო დააჩქარეს და მიიყვანეს მაქამდე. მე ხა მანდარი მაგრამ ხო და რავი ნახოთ დანარჩენს თქვენ თუ გაიგეთ კიდევ ვინც იქნება მზად
შემდეგი ალბათ კორისაგან იმსახურებს ყველაზე მეტად და ალბათ ეგეც რა თუ ტრავმა არ ექნება მაგას შეხვდები შემდეგი თუ მაგას ტრავმა ექნება და არ იქნება მზად უკვე სხვას მომინახავენ სიგიჟეებს ძირითადად შენგან ვართ მიშოული იქნება ეს გაყინულ ტბაში გადახტომა თუ რომელიღაც ხის კენწეროში აზრომა დღეს გონი კარგი დუბლიორი გამოგიჩნდა და მაინტერესებს რა გრძნობაა როცა ვიღაცას ისე უყვარხარ რომ მზადაა შენს გამო მიმავალ ავტობუსში ახდეს დღესაც არ მქონდა დრო რომ რაღაც სოციალური მაგრამ ვიდეო ნახე რა და ხო რა ვიცი ეს ვართ რა ქართველები გიჟები რა მაგრამ ეგეც იგივე არ შეიძლება ხა გაქცეულ ავტობუსს არ შეიძლება შეახტე მოკლედ რა ვიცი ხო მაგ ვიც მოუწოდებს სიფხილისკენ რომ ეგ უკვე მაგას სიგიჟეა რა ხო და რავი მოკლედ რაც კარგები ვართ ქართველები ვართ მე რა როგორც ვიცით ილია თოფურიას ჩხუბზე აპირებს წასვლას დაესწრები ამ ივენტს მაინტერესებს რა მოლოდინი გაქვს ილიამ წონა შეიცვალა რაც ფიქრობ მის ბრძოლასთან დაკავშირებით და ასევე შენი აზრით ვინ არის ამ დროისთვის რა თქმა უნდა შენთან ერთად ყველაზე ნიჭიერი ქართველი მებრძოლი და კიდევ ვის უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში UFC-ში ვიცით რომ ჩოხელი ალბათ მალე მოხვდება და ასევე ვის გამოყოფდი საქართველოში ვისაც ექნება შანსი რომ UFC-ს მებრძოლი გახდეს რაც ეხება ილია თოფურიას მოუთმენელობები მის ბრძოლას რადგან დარწმუნებული ვარ რომ მოახერხებს ჩარლზ ოლივერას დამარცხებას ყველამ ვიცი რომ ჩარლზ ოლივერა დიდებული ჩემპიონი იყო და ძალიან საშინო მოწინააღმდეგეა მაგრამ ვერანაირად ვერ ხედავ ილიას დამარცხება შეუძლებელია ანუ ჩარლზ ოლივერას მხრიდან რადგან დგომში ყველა ვიცი რომ ილია რა ძლიერია და რა სანოკაუტ დარტყმები აქვს და თუნდაც მიწაზე ჯიუ-ჯიტსუში ილიას ძალიან მაგარი ჯიუ-ჯიტსუ აქვს რა და ანუ სადაც არ უნდა წავიდეს ბრძოლა ილიას უპირატესობით იქნება და დარწმუნებული რომ ილია გატეხავს და ნოკაუტით მოუგებს დგომში წავა ჩხუბი იმიტომ რომ ჩარლზ ოლივერას რაღაც გადაყვანა და რაღაცა ისეთი არ აქვს რა და მოკლედ ილია ძალიან ჭკვიანია, ძალიან ძლიერია, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ანუ არ არსებობს რა რომ ამ ბრძოლაში დარწმუნებული ვარ რომ ილია მოიგებს, თან ვიცი როგორ ემზადება, უკვე ჩაფრინდა ამერიკაში და იქ ემზადება. რაც შეეხება ახალ ქართველ სპორტსმენს, რაც შეეხება ქართველ სპორტსმენს ვის უნდა ველოდოთ UFC-ში, კი მართალია ლევან ჩოხელი შემდეგი კანდიდატია ამირან გოგოლაძე, ოთარ ტანზილოვი, მათე სანიკიძეს მალე, ზვიად ლაზიშვილი, UFC-ში უნდა დაბრუნდეს, იცით რომ UFC-ში იყო და ეხლაც აქტიურად ვარჯიშობს მაგარ ფორმაშია, ზვიად ლაზიშვილი იყო ჩემს მომზადების კემპში, ვისთანაც ვარჯიშობდი ერთ-ერთი და მოკლედ ხო რა ანუ ეს მებრძოლები ვინც მახსენდება, კიდე არიან რა თქმა უნდა კარგი ბიჭები, მაგრამ არ მინდა ვინმე გამომჩეს რა, ეს მებრძოლები ვინც ჩამოთვალა, ესენი იქნება უახლოეს მომავალში, თორე იცი, რა თქმა უნდა ყავს. რავი, MMA-ია რა და ანუ რო გითხრა, ეხლა მე შემენიჭერი არ ვარ, მაგრამ კი ჩხუბობ და კი ვარ ჩემპიონი და რა ვიცი. ხო და თავია მომდევნო. მე მგონი არ ვთვლით არავინ რომ ნიჭერია, ფაქტია რომ ხარომ არ იყო, იქ ვერ იქნებოდი საზოგადოებით რა, ანუ მე ზუსტად ეგ მხარი რომ არ ვარ ნიჭიერი და შეიძლება არ ვარ გამორჩეული დგომში, ჭიდაობაში, აი ის კონკრეტულად ვიღაცას რო ვეჭიდავ მაგათაც ვიღაცასთან ჭიდაობაში ვაგებ. რომ დგომში სპარიგობ ვიღაცასთან ვაგებ, მაგრამ როცა MMA-ია ბრძოლა, იქ უკვე შემართებით, გამოცდილებით, მონდომებით და ის რომ მე ვიცი რომ ნიჭიერი არ ვარ და ბევრი შრომა მჭირდება და ბევრი შრომობ, მაგის გამო ვახერხებ გამარჯვებას და ესია რა, ვინც მოინდომებს, ვინც გამოიმუშავებს თავის სტილს და ვინც იპოვის გამარჯვების გზებს და ვინც ესია რა, ანუ თუნდაც რამდენი ნიჭიერი ადამიანი ვიცოდით რომ რომელიც არ გაყვან ნიჭიერებასთან არ უნდა ნიჭიერება რა და რა ვიცი პერსპექტივას სპორტსმენი ბევრი იყოს რა და არ უნდა ვინმე გამორჩიოს. მე რა დენიელ კორმიეს როდის უნდა გაუშალოს უფრო? ეგ აქედან დაბრუნდები, ეგ იქნება ილია თოფურიას ბრძოლის კვირაში რა და ხო მოკლედ ნუ ქალბატონები დამეხმარონ ქართველი ქალბატონები გარშემო რომ ხინკალი ხაჭაპური რაღაცა წვადი შევწვათ და
იმიტომ იქ ლას-ვეგასში არ გვაქვს ქართული რესტორანი და ერთ-ერთი ჩემი კომპანიის ხინკალი შემიძლია გამოვიწერო ინტერნეტი გაყინული მოვა სახში. დანარჩენი რავი, მოკლედ ხო და დანარჩენს ხო გავუმასპინძლებით ქართულად რა. იმედია მოვა შეასრულებს სიტყვას რა, 20 კაცით მოვალო და ნახოთ. ბოლოს მადლობა მერაბს მედიისთვის დათმობილი დროისთვის. წარმატებები მას შემდგომ ბრძოლებში. თუმცა დარწმუნებული ვარ მანამდე თვალიშვილი საქართველოში სტუმრებთან ერთად გადაღებულ ბევრ საინტერესო მასალას შემოგთავაზებს. ასე რომ გამოიწერეთ მერაბიც და Newsmakers-ის არხიც, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.